გამართა სახელწოდებით ქართული ხორბლის ახალი რეალობა. ღონისძიების მიზანია ფართო საზოგადოებისთვის და კერძო სექტორისთვის ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების გაცნობა. კონფერენციის ფარგლებში პირველად წარმოადგინეს კვლევის შედეგებიც ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ორგანიზებითა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუს მხარდაჭერით ჩატარდა. ქართული ხორბალი ქვეყნის მატერიალური მემკვიდრეობის ნაწილი, რომლის მეცნიერული შესწავლა და შენარჩუნება აგრარული სფეროს მდგრადი განვითარების საფუძველს ქმნის. სწორედ ამ ღირებულებებზე მსჯელობას დაეთმო ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია ქართული ხორბლის ახალი რეალობა. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიო ბაზარზე და ზოგადად ცნობიერების ამაღლების პოპულარიზაციის მიზნით მოხდეს ქართული ხორბლის ჯიშების დამკვიდრება, მდგრადი მართვა. ქართული ხორბალი არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის თვისებებით გამოირჩევა. ეს არის მისი მდგრადობა დაავადების მიმართ, ეს არის მისი თვისებები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი იმ მიმართულებით, რომ ეს აღმოჩნდეს მოსახლეობის რაციონშიც. ეს არის მთავარი. კონფერენციაზე პირველად წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში ავსტრიის წამყვან ლაბორატორიაში თანამედროვე სამეცნიერო მეთოდებით შეისწავლეს ქართული ხორბლის სხვადასხვა სახეობა და ჯიში. კვლევის ფინანსური მხარდაჭერა საქველმოქმედო ფონდმა ქართულ უზრუნველყო. ხორბლის ქართული ჯიშებისა და სახეობებთან მიმართებაში ჩატარებული არის სრული ნუტრიციული კვლევა. ეს უმნიშვნელოვანესია ერთიანი ჯანმრთელობისათვის, უმნიშვნელოვანესია სასუათო უსაფრთხოებისა და სასუათო უზრუნველყოფის საქმეში. ხორბლის ადგილობრივი ჯიშები, რომლებიც ბუნებრივადაა ადაპტირებული საქართველოს კლიმატურ და გეოგრაფიულ პირობებთან, გამოირჩევა მაღალი სტაბილურობით და მდგრადობით, როგორც გვალვის, ისე სხვადასხვა დაავადების მიმართ. მეცნიერების თქმით, მათ აქვთ მნიშვნელოვანი ნუტრიციული ღირებულება, რაც პროდუქტს კონკურენტუნარიანს ხდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ქართული ხორბლის 12 სახეობასა და ჯიში განსაზღვრული იქნა 169 მაჩვენებელი, რომელთაგან 98 მაჩვენებელი იყო ნუტრიენტული მაჩვენებელი, რამაც ჩვენ შესაძლებლობა მოგცა, რომ შეგვეფასებინა ქართული ხორბლის კვებითი ღირებულება. ეს არის აბსოლუტურად ახალი კვლევა, რადგან ქართული ხორბლის ისტორია გრძელდება და გრძელდება ის ახალი კვლევები. არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ხორბლების პოპულარიზაცია და ფიქრობთ, რომ ეს აუცილებელია შემდგომში ამ კვლევის შემდეგ უკვე ფართოდ დაინერგოს ბიზნესში, რომელიც ფართოდ დაიკავებს თავის ნიშას, რომელიც წაადგება როგორც ჩვენ ქვეყანას, ასევე ჩვენ მომხმარებლებს. დღევანდელი ღონისძიების მიზანი ქართული ხორბლის უნიკალური თვისებების შესახებ უახლესი სამეცნიერო მტკიცებულებების გაცნობა იყო. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო